საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ რუიანს, მე ვახო სანაია ვარ, დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ. პაპუაშვილი პრეზიდენტს მოსამართლეების შესახებ ესაუბრა, პრეზიდენტი საზოგადოებას საკუთარი ოჯახის წევრზეც აწვდის ინფორმაციას. დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახე. ამ ფაქტებმა მე არ გამაოცა. დაახლოებით 1 თვის წინ ეს იყო ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრზე, რომელიც გააჩერეს ქუჩაში და მე მის სახლში ჩაატარეს ჭხრეკა, ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე. ალკოჰოლის ზედმეტი დოზა თუ რეალობა, გამოხმაურებები პრეზიდენტის განცხადებაზე. მე გავიშთა გახსოვრო ცოტა მეტი დოზა და ალკოჰოლის დონია საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. რა ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ? დებატები რვიანში, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები, ეს არის დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სასაუბრო თემა. მე გრძელ შესავალს არ გავაკეთებ, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი დღის განმავლობაში, როგორც ჩვენს ეთერში, ასევე სხვა ტელეკომპანიების ეთერში საუბარი არის სწორედ ამ თემებზე. წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს, გიორგი კახიანი, მმართველ გუნდს წარმოადგენს დღეს ჩვენთან სტუდიაში და სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონ სალომე, თქვენ მინდა გკითხოთ ერთი მხრივ პრეზიდენტის განცხადება და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება. მმართველი გუნდიდან მოვისმინეთ არაერთი შეფასება, მათ შორის ვიცე-სპიკერს დარჩა შტაბეშტილება, რომ როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობდა, აქ ალკოჰოლის გადამეტებულ დოზასთან ჰქონდა საქმე, ასეთი შეფასება გააკეთა მან და ვიცე-პრემიერმა უწოდა ჭორაობა ამ ყველაფერს. თქვენ როგორ შეფასებას მისცემთ იმას, რაც თქვა პრეზიდენტმა და რაც წინ უძღოდა შემდეგ ამას საკონსტიტუციო სასამართლოში? მადლობთ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე მგონი ყველასთვის ნათელია, რასთან გვაქვს ჩვენ საქმე, სამწუხაროდ ქართული ოცნების 4 წლიანი მმართველობის პერიოდი სრულდება იმით, რომ ჩვენ ფაქტიურად ქვეყანაში აღარ გვაქვს სახელმწიფო. აშკარაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ქვეყანაში მხოლოდ პირობითად არსებობს და ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პირი, როგორიც არის პრეზიდენტი, ისიც კი არის მსხვერპლი არაფორმალური მმართველობის. მე ვფიქრობ, რომ დღეს არის წყალგამყოფი მომენტი, როდესაც მთელი საზოგადოება ამ ქვეყანაში, რომელსაც სურს, რომ იცხოვროს ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, უნდა დაირაზმოს იმისათვის, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაქირავებული ადამიანების მმართველობის, აი ამ არაფორმალური მმართველობის ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური პერიოდის, მე ვიტყოდი, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ეს პერიოდი დავასრულოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ კონსტიტუციურ ჩარჩოს არსებობის, რომლიდანაც ის დღეს აშკარად არის გასული. რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს, მე მათზე სერიოზულად კომენტარი გამიჭირდება, ეს უბრალოდ აჩვენებს იმას, რომ სამწუხაროდ ქართული ოცნება, რომელიც არ გამოირჩეოდა სამწუხაროდ არც მაღალი პოლიტიკური კულტურით, არც ზოგადად, ასე ვთქვათ, შთამბეჭდავი პოლიტიკური ხედვებით 4 წლის თავზე გადაიქცა რაღაც გაუგებარ დაჯგუფებად, რომლის წევრებიც ეთყობა როგორც ჩანს აგონიაში არიან შესული და ვეღარ აკონტროლებენ უკვე რას ამბობენ. ამიტომ ამაზე საუბარი დღეს არის დროის კარგვა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ დღეს იმაზე, რას ვაკეთებთ ჩვენ 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქვეყნის გამოყვანა იმ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა არის. ქალბატონ სალომე, აი პრეზიდენტის განცხადება, მანამდე პაპუაშვილის განცხადებები, დღესაც იყო პაპუაშვილის განცხადებები. რა იქნებოდა თქვენი აზრით ადეკვატური პასუხი აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებიდან? რა არ გააკეთა და მათ შორის პროკურატურიდან? ჩვენ რეალურად დღეს საქმე გვაქვს დაჯგუფებასთან, მე ამას ვერ დავარქმევ ხელისუფლებას, არის ადამიანი, რომელიც არაფორმალურად მართავს ამ ქვეყანას, რაღაცა, ასე ვთქვათ, დისტანციურად თავისი მარიონეტების გავლით. ამ ხალხის ამოცანა დღეს არის ერთადერთი, რომ სრულიად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც სამწუხაროდ არანაირი, მათთვის სამწუხაროდ და საბედნიეროდ ქართული ხალხისთვის არანაირი შანსი აღარ აქვს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს არჩევნების გზით.
არის გადასული სრულიად, ასე ვთქვათ, გამხეცებულ რეჟიმში, ცდილობს რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. ამიტომ ყველაფერი ის რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ვხედავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გადაქცეული არის ფაქტიურად პოლიტიკური ბრძოლის ველად. მისი გამოყენება ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ ჩაახშოს ამ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ტელევიზია და წაართვას ქართულ ამომრჩეველს უფლება იცოდეს სიმართლე იმაზე, რა ხდება ამ ქვეყანაში, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ. ზეწოლა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეზე, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი ვერ აკონტროლებს. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის შემადგენელი ზოგადი პოლიტიკის ქართული ოცნების, რომელიც არის გადასული უბრალოდ მაფიოზური სახელმწიფოს რეჟიმის არსებობაზე. და ამიტომ მათგან რაიმე ადეკვატურ ნაბიჯებს მე ვფიქრობ, ბატონ გიორგი, აი უმძიმესი შეფასებები ისმის თქვენი ოპონენტის მხრიდან ამ სტუდიაში, რომ ჩვენ ფაქტობრივად არ აგვაქვს სახელმწიფო, რომ არის ყველაზე სამარცხვინო პერიოდი ქართულ პოლიტიკაში ახლა, როდესაც ქართული ოცნება მართავს ქვეყანას. ეს განცხადებები, რომელიც გაკეთდა, გულისხმობ ვიცე-პრემიერს, გულისხმობ ვიცე-სპიკერს, თქვენ პირადად მოგეწონათ ეს განცხადებები, როგორც პოლიტიკური შინაარსის მატარებელი განცხადებები? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით ტელემაყურებელს. ზოგადად ჩვენ გვახსოვს მართლა ის პერიოდი საქართველოში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები საერთოდ მოშლილი იყო და ინსტიტუციები კი არ მართავდნენ სახელმწიფოს, არამედ კონკრეტული პირები და არა მხოლოდ თქვათ ინსტიტუციების კანონმდებლობის, კონსტიტუციის და ასე შემდგომ მორგება ხდებოდა კონკრეტულ პირებზე. ხა ჩემი ოპონენტის მხრიდან რაღაც ინსტიტუციების არარსებობაზე და ასე თქვათ სახელმწიფო ორგანოების არა თქვათ კონსტიტუციურ ფუნქციონირებაზე საუბარი უბრალოდ ცოტა ცინიკურად მეჩვენება, რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა როგორც პრეზიდენტის მხრიდან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, რა თქმა უნდა, თავისთავად ფაქტი, როდესაც ესეთი განცხადება კეთდება, ეს ფაქტი, ну, ჩემთვის მართლა ესეთი დამაფიქრებელი არის და ამას რა თქმა უნდა რეაგირება უნდა მოყვეს. თუმცა გარკვეული კითხვები მიჩნდება. ეხლა ეს კითხვები რაში მდგომარეობს, რომ როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს სახელმწიფოს მეთაური, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ბუნებრივია რა შედეგი და რა პოლიტიკური რეზონანსი მოყვება ამას, მათ ჩვენივრად აქვს ეს გასაცნობიერებული. პირველ რიგში ეს რა არის? საკითხის პოლიტიზირება და კონკრეტული შედეგი, რაც უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუ მართლა ჰქონდა ესეთ ფაქტებს ადგილი, ვერ დადგება, თუ არ მოხდება თანამშრომლობა საგამოძიებო ორგანოებთან. როდესაც საუბარი არის ზოგადად რაღაც სისხლის სამართლებრივ ქმედებაზე, დანაშაულის სისხლის სამართლებრივ დანაშაულის ქმედებაზე, ბუნებრივია ამ კონკრეტულ ესე თქვა დანაშაულს ვერც პრემიერი გამოიძიებს, ვერც პრეზიდენტი ამისთვის არსებობს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ესეთი განცხადები ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო იმდროულად თავის თავზე, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, რათა მხოლოდ ერთადერთი საგამოძიებო სტრუქტურებს შეუძლია პროკურორს შეხვდა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა თქვა, რომ მე კონკრეტული ინფორმაცია მომაწოდა ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. რა უნდა გაეკეთებინა პაპუაშვილის გარკვეულ კითხვებს და გეტყვით, რაც უნდა გაეკეთებინა ჩემი აზრით. პირველ რიგში ეს ასეთი ფაქტების შესახებ, თუ მართლა არსებობდა ესეთი ფაქტების შესახებ, ეს უნდა ეცნობოს პროკურატურას, ანუ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო ორგანოებს, რომლებსაც შეექნებოდა შესაძლებლობა გამოიძიონ არსებობის შემთხვევაში ესეთი ფაქტები. ეხლა ზოგადი განცხადებებით, ეხლა პრემიერის მხრიდან პირველი რეაქცია რაც იყო, მას დაუკავშირდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვედრაზე, ასე ვთქვათ, თანხმობა განაცხადა, იგივე ასე ვთქვათ, განცხადება გააკეთა მთავარმა პროკურორმა, მზათარი ნებისმიერ დროს მას შეხვდეს, მაგრამ 4 დღე გავიდა თუ 5 დღე დაახლოებით, ამ ხნის განმავლობაში ვერ ხედავთ ვერანაირ ნაბიჯს იმისა, რომ კონკრეტულად რა ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ამაზე იყო საუბარი საგამოძიებო ორგანოებთან. მაგრამ ეს ხომ თავისთავად ეს ამ საკითხის გამოძიება ვერ ყველა ვარიანტში მთავარი პროკურორს შეხვდება, ანუ ამის შესახებ მოუწევს ფაქტების თქმა. თანმიმდევრობის თვალსაზრისით პირიქით უნდა ყოფილიყო. როდესაც თქვენ ახსენებთ ჯერ ესეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს სამართალდამცავ ორგანოებთან, უნდა მოხდეს გამოძიება და
თუ ესეთი ფაქტები დადასტურდა, მართლა შეიძლება მოხდეს უკვე ამის განსაჯაროება. პოლიტიკური თამაში ახსენეთ ბატონ გიორგი, აი თქვენ ფიქრობთ რომ აი დღეს ვიცე-პრემიერმა თქვა რომ ის დააფიქრა იმ დამთხევამ პრეზიდენტის განცხადების და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის. თქვენ ფიქრობთ რომ პოლიტიკურ თამაშში ჩართულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პრეზიდენტთან ერთად, ანუ ისინი რაღაც ერთ თამაშს თამაშობენ. მე მსჯელობ კონკრეტული ფაქტები და ფაქტები რაზე მეტყველებს რომ ესეთი განცხადებები ახდენს მთლიანად დისკრედიტაციას სახელმწიფო ინსტიტუტების. შეიძლება სამართალდამცავ სისტემაში არის ვინმე კონკრეტული დამნაშავე. პირობითად ვიძახი და შეიძლება რაღაც კონკრეტული სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებოდეს. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი რომ მთლიანად სისტემა და ინსტიტუცია იყოს დისკრედიტირებული. ესეთი განცხადებები სწორედ ამას ემსახურება. თუ კონკრეტულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ეს ფაქტები უნდა ითქვას საგამოძიებო ორგანოებში. ხელისუფლების მხრიდან ყველა ამის თაობაზე და პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოების გულისხმობ მზაობა განაცხადა რომ თუ ესეთი ფაქტები იქნეს გამოძიებული და ამის ყოველი მზაობა არსებობს წინააღმდეგ შემთხვევაში ესეთი განცხადებები რაღაც კონკრეტულ შედეგს ვერ მოგცემს გარდა საკითხის პოლიტიზირებისა, გარდა ინსტიტუციების დისკრედიტაციისა და ამ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს გულისხმობ და ეს არ არის ჩემი აზრით სახელმწიფოებრივი მიდგომა, სახელმწიფოებრივი მიდგომა სხვა რამეს გულისხმობს. სხვანაირი უნდა იყოს, რათა ემსახურებოდეს რაღაც კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტის გამომჟღავნება და არა ხელისუფლების. გასაგებია, ქალბატონ სალომე, აი საქმე ჯერ არ არის გამოძიებული, ანუ პროკურატურას არ უთქვამს თავის სიტყვა, მაგრამ თქვენ მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე მიგაჩნიათ სარწმუნოდ რაც თქვა მე ქართული ოცნების წარმომადგენელს და მიჭირს დავიჯერო, რომ ეხლა ჩვენ გვესაუბრება პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი, იმიტომ რომ ის რაც დღეს ხდება ამ ქვეყანაში გაცდენილია ყველანაირ საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობის ჩარჩოებს. თქვენ დღეს რეალურად უნდა ითხოვდეთ საპარლამენტო გამოძიების დაწყებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა განცხადებებს აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რა განცხადებებს აკეთებს პრეზიდენტი. თქვენ თუ მიგაჩნიათ რომ განცხადება პრეზიდენტის მიერ, ქვეყნის მთავარსარდლის მიერ, რომ მის ოჯახზე ხორციელდება ზეწოლა, ეს არის საკითხი, რომელიც რომელიღაც რიგითმა პროკურორმა უნდა გამოიძიოს, ძალიან მწუხარ, მაგრამ ჩვენ ძალიან სხვადასხვანაირი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, რას ნიშნავს დემოკრატიული სახელმწიფო და რას ნიშნავს კონსტიტუცია და რას ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს. თქვენ პარლამენტის წევრი ხართ, შესაბამისად შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ როგორც მართველი გუნდის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეთ იმ კანონს, რომელმაც შეცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის პრინციპები, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ შექმნილიყო ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით წართმეოდა ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ტელევიზია მის კანონიერ მფლობელს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს არ არის დღეს დაწყებული პროცესები, რომ უკვე მრავალი თვეა მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მომზადება ამ ყველაფრისთვის და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ის რაც დღეს ხდება ამ ქვეყანაში არის ძალიან სამარცხვინო. მე ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელსაც მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი იყო უშეცდომო, ან არ იყო ძალიან სერიოზული შეცდომები, მათ შორის თუნდაც ინსტიტუციური მართვის თვალსაზრისით. მაგრამ ამ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და სამწუხაროდ და ამ ქვეყნის საუბედუროდ და ჩვენი მოქალაქეების საუბედუროდ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯი მაინც წინ გადაგვედგა, ჩვენ რეალურად დღეს ვართ ისეთ ანომალიურ საკონსტიტუციო, ასე ვთქვათ, ჩარჩოში ვარსებობთ, რომ ალბათ უკვე ძალიან ძნელი არის, რომ საერთოდ აუხსნა ვინმეს ამ ქვეყანაში რა ხდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ და თქვენმა კოლეგებმა, იმ ადამიანებმა ქართულ ოცნებაში, ვისაც ვფიქრობ, რომ აქვს, ასე ვთქვათ, სურვილი, რომ იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში, სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ საპარლამენტო მოკვლევის პროცედურები იმასთან დაკავშირებით, რა განცხადებებიც ამ ქვეყანაში დღეს კეთდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ესეთი მძიმე პოლიტიკური კრიზისი მე ამ ქვეყანაში არ მახსენდება. მე არ მახსენდება ამ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ განცხადება, რომ მის ოჯახს ატერორებს საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვენ მოგვიწოდებთ, რომ პროკურორმა, ვიღაცა რიგითმა გამომძიებელმა გამოიძიოს ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ დღეს არის საგანგაშო ვითარება შექმნილი, ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე ნორმალურად, არჩევნები უნდა ჩატარდეს საკონსტიტუციო, ჩვეულებრივი კონსტიტუციურ ფარგლებში. ამ არჩევნებს სამწუხაროდ ქართული ოცნება იცევ თქვენთვის წააგებს და მოუწევს ხელისუფლების გადაბარება. ამ ქვეყანაში მეორეჯერ
შესრულდება ის, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს განვითარებული გასაგებია, დემოკრატიული ბატონ გიორგი, სისტემა. აი, შეიცვლება ხელისუფლება არჩევნების ქვეყნის, გზით, მაგრამ აი, ესე თუ გააგრძელებთ, ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან სავალალო შედეგით ამ ქვეყნისთვის, ამ სახელმწიფოსთვის და ჩვენი მომავალისთვის. აი, ჩვენ ახლად ვიყურებენ ჩვენი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ხო? რომელთათვის გიორგი მარგველაშვილი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ის არის კონსტიტუციის გარანტი, ეს არის უმნიშვნელოვანესი თანამდებობა. ხო, ადამიანები ფიქრობენ, რომ ვიღაცამ თუ სცადა, რომ პრეზიდენტის ოჯახზე მოეხდინაზე გავლენა რაღაც პოლიტიკური ნიშნებით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი თანამდებობაა. რა უნდა იფიქროს მოქალაქემ ამ შემთხვევაში და მართლაც ხომ არ არის საჭირო, რომ ცოტა უფრო მაღალ დონეზე ვთქვათ პარლამენტში მოხდეს ამ საკითხების განხილვა. კი ბატონო, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, რომელიც ახლა ოპონირებას მიწერს, ან თავის დროზე, როდესაც იგი ხელისუფლებაში იყო, მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დღემდე არა გათვითცნობიერებული რა ხდებოდა მაშინ და რა თვისობრივი განსხვავებაა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის, ან დღევანდელს უბრალოდ მოწყვეტილი არის ყველანაირად რეალობას. მე ერთი რაღაც შემიძლია ვთქვა, რომ რა არის ეს თვისობრივი განსხვავება, ბატონ გიორგი? თვისობრივი განსხვავება არის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, რომელიც აქვს სასამართლო ხელისუფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოების რეფორმები, რომელიც განხორციელდა პროკურატურას და ასე შემდგომ. თქვენი ოპონენტი ამბობს, რომ ყველა ეს სტრუქტურა რაც ჩამოთვალეთ და ინსტიტუტი იმართება არაფორმალი მმართველის მიერ, რომ ის არ არის კონსტიტუციის შარჩოში. ჩემი ოპონენტი ძალიან ბევრი რამე სიტყვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ესეა. ერთი მაგალითი მოგყვანეთ. არ კი ბატონო, მაგრამ როდესაც საუბრობთ რაღაც პროგრესზე, მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველა არგუმენტი უნდა გამყარებული იყოს რაღაცა, ასე ვთქვათ, მაგალითით. თუ შეიძლება მოიყვანეთ მაგალითი ან სასამართლო დამოუკიდებლობის, ან დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოების. აი თუ შეიძლება მოიყვანეთ მაგალითი, სად აისახება ეს პროგრესი. კი ბატონო, გეტყვით. არა, ნაციონალური მოძრაობაზე არ მაინტერესებს. შედარებითი ანალიზი გაინტერესებთ, გეტყვით. როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, ხელისუფლების უზურპაცია დაიწყო საიდან? კონსტიტუციური ცვლილებებით, რომელიც განახორციელა. მოდელი, რომელიც 2004 წლიდან იწყება ყველაფერი, კი, იმ რევოლუციურ ტალღაზე, როდესაც კონსტიტუციაში განახორციელეს ცვლილებები, პრეზიდენტის ხელში მოხდა მთელი ძალაუფლების უზურპაცია, გაერთიანება, ამას შემდგომ მოყვა პროკურატურის დამორჩილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუერთდა უსაფრთხოების სისტემა. საპრეზიდენტო თქვენ დამისვით კითხვა, ვერ ხვდებით და მინდა რომ აღიხსნათ. თუ ვერ ხვდებით, თუ არ მომისმენთ, ადამიანს, რომელსაც არანაირი არჩეული პოზიცია არ აქვს. რა არჩეული პრეზიდენტის იმართებოდა? არჩეული პრეზიდენტის მიერ კი არ იმართებოდა ქვეყანა. არჩეული პრეზიდენტის მიერ იმართებოდა ეს ქვეყანა იმ დღემდე სანამ პრემიერ-მინისტრი გადადგა ბატონ ივანიშვილი და დღეს გვევლინება ამ ქვეყნის არაფორმალ მმართველობას. ესეთი მიუხედავად იმისა, რომ რასაც საუბრობთ, არაფერში არ გეთანხმებით და სრულად მოწყვეტილია რეალობას, გისმენდით. თუ გნებავთ გადავიდეთ ესეთ რეჟიმში, ჩემთვის არც ეს არის პრობლემა, შეგვიძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდეთ. ყველანაირი რეჟიმი შეგვიძლია, ძალიან თავისუფალი რეჟიმი გვაქვს ამ სტუდიაში, მაგრამ მე შევახსენებ ჩემ ოპონენტს იმ ცვლილებებს, რომელიც რეფორმისტული ხასიათის ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა პროკურატურის ნაწილში, სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, რომელიც განხორციელდა წლები დაგჭირდა ჩვენ მხოლოდ იმისათვის, რომ მათ დროს ესე ვთქვათ, აი სახე წაშლილი თუ შეიძლება ესე ითქვას და განადგურებული კანონმდებლობა, რომელიც მორგებული იყო რაღაც სხვადასხვა ინტერესებს, მარტო ამაზე დაგჭირდა ძალიან დიდი პერიოდი იმისათვის, ეს გამოგვესწორებინა და ამ მიმართულებით მთელი რიგი რეფორმისტული ხასიათის ცვლილებები გაგვეხორციელებინა. ეხლა მე რომ ვესაუბრო ქალბატონ სალომეს რა რეფორმისტული ცვლილებები განახორციელდა, ბუნებრივია ამ მსჯელობაში ვერ წამოყვება, იმიტომ რომ არ იცის, უბრალოდ წარმოდგენა არ იქნება ამაზე. უბრალოდ ესე ვთქვათ, რაღაც ჰაერში ნათქვამი რაღაც სიტყვებით საუბრობს, რომ თითქოს რაღაცა ჩვენ ტრიალებთ მაინც დღეს სასამართლო სისტემის გარშემო, ხო? აქ თვისობრივად შეიცვალა სასამართლო სისტემა, მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება, ამას ამბობთ თქვენ, ხო? აი კონკრეტული მაგალითები, როდესაც გთხოვათ თქვენმა ოპონენტმა, ხო? მე ეჭვი მაქვს, რომ ის დაასახელებს თქვათ რუსთავი ორის საქმეს და სხვა საქმეებს. აი თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ იმისთვის, იმ არგუმენტის სასარგებლოდ, რომ სასამართლო დღეს თავისუფალი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან?
კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, კანონმდებლობა, რომელიც დახვდა მთლიანად იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული მოსამართლეები ყოფილიყვნენ დამორჩილებული, დამოკიდებული, ეს ორგანო იყო იუსტიციის საბჭო, რომლის იუსტიციის საბჭოს ფორმირების, ასე ვთქვათ, მექანიზმი მთლიანად შეუცვალეთ, სრული დეპოლიტიზაცია მოხდა იუსტიციის საბჭოში, როდესაც მაშინ პირიქით იყო ეს პოლიტიკური ინტერესი ძალიან დიდი იყო. იქა და იუსტიციის საბჭოს მეშვეობით ხდებოდა მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა. ეს იყო ერთ-ერთი იარაღი. პირველი ესე ვთქვათ, ნაბიჯი რეფორმის რაც განახორციელდა, სწორედ ამას ემსახურებოდა. რეფორმა განხორციელდა პროკურატურაში, როდესაც უბრალოდ რეფორმის პირველი ნაწილი განხორციელდა. ეს რეფორმა გასაგრძელებელი არის, მაგრამ მთავარი პროკურორის არჩევის წესრა შეეხება ახალი ინსტიტუციის შემოღება საპროკურორო საბჭოს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ. ბევრად უკეთესი კანონმდებლობა ამ ნაწილში ვიდრე ეს იყო 2012 წლამდე. ბევრად უკეთესი კანონმდებლობა სასამართლო ხელისუფლების ნაწილში ვიდრე ეს იყო 2012 წლამდე. ბევრად უკეთესი კანონმდებლობა ძალიან ბევრ სფეროში. საპროცესო სისხლის საპროცესო კანონმდებლობა იყო სამოქალაქო, მაგრამ რისი თქმა მინდა რომ რა თქმა უნდა ეს არ არის სრულყოფილი, ეს არ არის იდეალური. ეს რეფორმები გასაგრძელებელი არის და ჩვენ ამას ნამდვილად გავაგზავნებთ. კი ბატონო, აი ქალბატონ სალომე, აი თქვენ კონკრეტული მაგალითი მოითხოვეთ, ხომ? აი ბატონმა გიორგიმ თქვა იუსტიციის საბჭოში განვახორციელეთ რეფორმა, პროკურატურაში განვახორციელეთ. თქვენ თქვით ეს კონკრეტული მაგალითი, რომელსაც გაამაგრებთ იუსტიციის რეფორმებს ძალიან წავეთ აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჩემთვის მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციები. მე არ მინახავს არც ერთ ყველა ნაწილში. რა რეალობის ერთი რაღაცა თქვი. იმითი რომ თქვენ როგორ რანიშნით შეირჩა მოსამართლეები, რანიშნით შეირჩა მანამდე რაც გაკეთდა, იუსტიციის საბჭოს დეპოლიტიზაცია, რაზეც მე ვისაუბრე, ეს როგორ ფასდება. დაკრიტიკებული შეფასებები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან. იუსტიციის საბჭოს ფორმირების ნაწილში მეთანხმები. რეალობისგან მოწყვეტილი სამწუხაროდ არის მთლიანად მთელი სახელისუფლებო გუნდი, რომელიც მოსახლეობას, რომელიც სამწუხაროდ არის სრულიად გაღატაკებული აი 4 წლიანი უვიცი მართლობის შედეგად მოუწოდებს, რომ დანაზოგი შეინახოს ეროვნულ ვალუტაში, როდესაც თვითონ როგორც აღმოჩნდა მილიონები აქვთ გადანახული დოლარებში, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს საკუთარ დანაზოგს ინახავენ დოლარებში მოსახლეობას, რომელსაც საერთოდ საჭმლის ფულიც კი უჭირს, მოუწოდებენ, რომ შეინახონ დანაზოგი ლარებში. დღეს ქვეყანაში სადაც პრეზიდენტი ამბობს, შეგიძლიათ ამოიღოთ ძალიან ზოგადი ცოტა არ იყოს პრიმიტიული ოპონირება ჩემი აზრით. იმიტომ რომ საუბრობენ იმაზე, რაზეც ნებისმიერ ადამიანს საუბრობ იმაზე, რაც აწუხებს ქართულ კონკრეტულ პრობლემებზე ვისაუბროთ. მითხარით, რაზე ვისაუბროთ? ერთი თემა მითხარით. პოლიტიკოსი თქვენ და ესაუბროთ ქართულ ხალხს იმაზე, რაც მათ აწუხებთ. მათ აწუხებთ. თქვენ ხართ მომავალი პოლიტიკოსი, სადაც პრეზიდენტი ისიც არ გესმით, რომ საგამოძიებო ორგანოს ახლა ვერ შექმნის პარლამენტი. ამით დაიწყეთ პარლამენტს არ აქვს უფლება საგამოძიებო კომისიის წაიკითხეთ კონსტიტუცია და რეგლამენტი. წაიკითხეთ კონსტიტუცია და რეგლამენტი. ძალიან მწუხარო არ წაიკითხეთ. იცით რომ პარლამენტმა დაამთავრა. რაც შეეხება უკაცრავად, მაგრამ საგანგებო სესიის მოწვევის შესაძლებლობა გაგვაქვს. თქვენ ეთყობა პარლამენტის წევრი 4 წელი სახართ, რომ რეგლამენტი არ წაგიკითხავთ. რაც შეეხება როგორც ჩანს არ დაგიკითხავთ. რაც შეეხება იმას თუ ესე იგი რეალურად ამ ქვეყანაში რა ხდება, როდესაც დღეს ჩვენ გვესაუბრებიან რაღაც კანონებზე, რომელიც შეცვალეს, რომელიც უნდა გაატაროს რომელი კანონი არ მოგესალმებით. ნახეთ, ჩვენ გვაქვს უკეთესი სასამართლო, თქვა ბატონმა გიორგიმ და გვაქვს უკეთესი პროკურატურა. ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ წაართვას კანონი ქონება, კანონიან მფლობელს და გადაულოცოს მას, ვინც უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ იყოს მფლობელი ამ ქონების. აი ეს არის დღევანდელი სასამართლო. ეს ხო შვილმა სასამართლო გადაიფორმა, ცოტა სერიოზულად ვისაუბროთ. თუ შეგიძლიათ კონკრეტული არგუმენტებით მესაუბროთ. მათ შორის ქალბატონ სალომეს საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე ნებათაღელვა უკავშირდება რუსთავი 2-ს. თქვენ ამას ამბობთ, ხო? არა მხოლოდ მათ შორის უკავშირდება იმ პოლიტიკურ საქმეებს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ გვყავს როგორც პოლიტპატიმრები, ასევე პოლიტიკური დევნილები, რომლებსაც და შესაბამისად სამართლებრივი სისტემა კვლავ გამოიყენება, მეოთხე წელიწადია ძალიან ჯიუტად გამოიყენება იმისთვის, რომ მათთვის არასასურველი პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებამ ჩამოიშოროს გზიდან და ჩვენ ვხედავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მათ შორის მიმდინარეობს პროცესები, რომელიც ხელს უშლის
ხელს უშლის პოლიტიკურ პატიმრებს იმაში, რომ მათ, ასე ვთქვათ, მოძებნონ სასამართლოს გზით იპოვნონ სამართალი. ასე რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არიან პოლიტიკური პატიმრები, სადაც არიან პოლიტიკური დევნილები. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო გამოიყენება ხელისუფლების მიერ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ურცხვად და შეუფარავად და ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მასზე აწარმოებენ ზეწოლას. აი ეს არის ქვეყანა, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ 4 წლის მართლობის უფრო ცუდი სასამართლო სისტემა და პროკურატურა გვაქვს ვიდრე 4 წლის წინ. აი თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ სრულიად მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები. თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს უფრო ცუდი სასამართლო გვაქვს ვიდრე 4 წლის წინ? სასამართლო სისტემას ამ ქვეყანაში აქვს სერიოზული პრობლემები. ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გამოსავალი, რომელიც ჩვენ გვინდა კონკრეტულ კითხვაზე გაეცით პასუხი. დღეს უკეთესი სასამართლო სისტემაა თუ ადრე იყო? მე თქვენგან განსხვავებით არ ვარ ექსპერტი იურიდიულ სფეროში. იმ ორგანიზაციების შეფასებით, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, ევროპარლამენტის რეზოლუციების თანახმად ამ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებას აქვს სერიოზული პრობლემები. სერიოზული პრობლემები აქვს. ხელისუფლება არის ბევრად სუდგომარეობაში ვიდრე ადრე იყო. ეს არის ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა და ეს არის ჩვეულებრივი დაკვირვების შედეგი, იმიტომ რომ სასამართლო ორგანიზაციამ თქვა რომ დღეს არის სასამართლო. ამოიღეთ ევროპარლამენტის რეზოლუციები და წაიგეთ ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს რეზოლუციები და ასევე თქვენ გულისხმობთ რომ მაღალი ინტერესის საქმეებზე ხელისუფლებას პროკურატურა დღეს არის უკეთეს დგომარეობაში თუ ადრე იყო? ჩვენთვის როგორც ჩანს მხოლოდ არ ვიცი ბიზინა ივანიშვილის ექსპერტების აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ევროსაბჭოს აზრი, ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ევროპარლამენტის აზრი, მათი შეფასებებით, ისევე როგორც არაერთი ქართული ორგანიზაციის შეფასებით, რომელიც მუშაობს ამ პრობლემებზე. თქვენ ამბობთ, სადაც არის მაღალი ინტერესის საქმეების ხელისუფლება, სადაც არის მაღალი ინტერესის საქმეები, თქვენ ამას ამბობთ თუ სწორად მივხვდი, ხელისუფლება ახერხებს დაიმორჩილოს მოსამართლეები. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი, არა უკაცრავად ახლა ჩვენ თუ საუბრობთ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, ეს არის სხვა საკითხი, შეგვიძლია პოლიტიკურ ჭრილში მიდის ეს საუბარი და მე ვაფასებ ქვეყანაში შექმნილ ზოგად პოლიტიკურ ვითარებას. ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო манипуляция მიდის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა იმართება არა ფორმალურად ადამიანის მიერ, რომელსაც არანაირი არჩევითი თანამდებობა არ აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი აცხადებს, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა და ამავე დროს აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყნის მეთაური, ხო, ის არის არჩეული ხელმძღვანელი ჩვენი მთავრობის, რომ პრემიერ-მინისტრი არ მონაწილეობს პროცესებში. ჩვენ იმასაც გვეუბნებიან დღეს პირდაპირ, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობს. მე მაინტერესებს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, სადაც თავდაცვის მინისტრის ხელისუფლება ვერ ნიშნავს უკვე მე რამდენი კვირა გავიდა, ვერ გავიგეთ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა როგორც ჩანს დღევანდელ ხელისუფლებას არ ყავს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრს თურმე არავინ არ ეკითხება საერთოდ რა ხდება. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალაზე მიმდინარეობს ზეწოლა და არც ერთი ესეთი ინციდენტი არათუ გამოძიებული არ არის, არამედ გრძელდება თავდასხმები ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები ყოველდღიურად ხდებიან ესეთი თავდასხმების თვალყელი და ამაზე არანაირ რეაგირებას არავინ არ ახდენს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტელევიზიას ართმევენ კანონიერ ფლობელს, იმიტომ რომ ესე უნდა ბიზნესი. სასამართლო სისტემის გარშემო კინტრიალეთ, მაგრამ ამ იურიდიულ სამართლებრივი საკითხები ერთია, თუმცა ქალბატონი სალომე აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს. ჩვენ მაინც პოლიტიკურ ჭრილში მიყვავს, ხო? გასაგებია, მაგრამ რაღაც კონკრეტიკა ხომ უნდა იყოს. ეხლა ქალბატონი სალომე იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა მისი გუნდის წარმომადგენელი ერთ და იგივე რაღაც საუბრობს, მაგრამ როდესაც კონკრეტიკაზე ვესაუბრები, მე არა ვარ ის პიროვნება, რომელსაც შემიძლია რაღაც ზოგადად ვისაუბრო. კი შემიძლია, მაგრამ ეს საქმისთვის კონკრეტული საკითხი არ იქნება. ასახელა თქვენ ოპონენტმა მაგალითად რუსთავიორის საქმე. ამ შემთხვევაში სასამართლო გამოიყენება იმისთვის, ამბობს თქვენი ოპონენტი, რომ რუსთავი 2 წაართვან დღევანდელ მესაკუთრეს. ამაზე არის ლაპარაკი, ხო? აი კონკრეტული მაგალითი. უნებრივია, ეხლა ოპონენტი აბა რა სიტყვის, ანუ რუსთავი 2 ნაციონალური მოძრაობა ეს არის, ნუ როგორ ვთქვა, რაღაც ერთი ასე ვთქვათ სუბიექტი, თუ შეიძლება ესე ითქვას, რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობის განხილვანებელი და ნაციონალური მოძრაობა ცდილობს სასამართლო იდგა მოახდინოს, ეხლა სხვანაირად რუსთავი 2 საქმის მიმდინარეობისას.
ორ ინსტანციაში სასამართლო იდგა თუ არა თქვენი შეფასებით მოწოდების სიმაღლეზე? მე ესე ვიტყოდი, რომ მე როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი რიგი წარმომადგენელი ყოველთვის ვცდილობ, რომ ამ თემას გავემიჯნო სამართლებრივი დეტალების შეფასების ნაწილში. იმიტომ რომ ეს შეიძლება ჩემი მხრიდან ჩემი შეფასებებით და ამიტომ არა კონკრეტიკას კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეკითხები თქვენ და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ მინდა რომ ვისაუბრო. ზოგადად სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კი ბატონო ვისაუბრო. პროცესის მიმდინარეობაზე მაშინ უნდა კონკრეტული რაღაც საკითხი მითხრათ, რაც არ მოგწონს და იმ კონკრეტიკაზე ვისაუბროთ. თუ ჩავთვლი საჭიროდ გამოხატავ იმ საკითხზე შემოსაზრებად. მაგრამ მოდით ახლა კონკრეტიკაზე აქ ბუნებრივია არ როგორ ჩანს ჩემი ოპონენტი არ მესაუბრება, იმიტომ რომ კონკრეტიკაზე საუბარი მისთვის წამგებიანია და ეს ზოგადი რაღაც ეს ტრაფარეტული ფრაზები თითქოს ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი არის, ნუ ეს მარტივი სათქმელია ხო ეს ნებისმიერად იმას ეს თქვა ამაზე რაღაც გამოცდილი პოლიტიკოსობა არ ჭირდება და სხვათა შორის თქვენ როდესაც ერთ-ერთ მაღალ ათეულში ხართ ერთ-ერთ მაგარ ადგილზე ცოტა მეტი მოგეთხოვებათ ვიდრე თქვა რაღაც რიგით ეს თქვა თქვენ ხარდამჭერს რომელსაც შეუძლია ზუსტად იგივე გაიმეოროს. იმიტომ გეუბნებით რომ თუ ხართ მზად იმისათვის რომ რაღაც კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბროთ, კონკრეტულ პრობლემებზე ვისაუბროთ, კი ბატონო ვისაუბროთ, მაგრამ როგორც ხართ ეს მზაობა არა გაქვთ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტის პრეზიდენტზე იყო საუბარი. პრეზიდენტმაც მართლა ესეთ თვითონ ეს განცხადება ეს ფაქტი თავისთავად საგანგაშოა, მაგრამ ეხლა მე რაც სხვადასხვა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გავაკეთა ამაზე უკვე რეაგირება, როდესაც თქვა რომ ანუ კონკრეტული ფაქტი იყო იქ სამი პირზე იყო საუბარი აქედან ორს განსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდა ამბობს სამინისტრო მათ შორის პრეზიდენტის ოჯახის წევრს არ აღმოაჩნდა. ერთ-ერთი იყო პრეზიდენტის ოჯახის წევრი, ხო? ანუ პრეზიდენტის შვილის მეუღლე, ხო? როგორც მე შინაგან არა კანონიერი მეუღლე, ეს მნიშვნელოვანია, ეს განაცხადა თქვენმა არა ესეთი განცხადება იყო გაკეთებული, ალბათ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი რეგისტრაციაში არ ყოფიო, როგორც მახსოვს ესე იყო. რეგისტრაციაში არ ყოფიო, ეს ძალიან საინტერესო დეტალი იყო, ალბათ საზოგადოებას ეს განსაკუთრებით აინტერესებს. ეს ძალიან საინტერესოა. მე შემიძლია ციტატა წავიკითხო, რომ მაყურებელი არ დავაბნიოთ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა თბილისში 2016 წლის 28 ივნისს სამი პირი გაჩხრიკეს, აქედან ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. ეს არის ზუსტი პროკურორს რა უნდა ეთქვა აბა მეუღლე იყო როცა მეუღლე არ არის თქვა ძალიან მოზომილა და ძალიან ნორმალურად არა რეგისტრირებულ ურთიერთობა როგორც წერია არა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი იურიდიული ფაქტი როგორცაც ეს არის მაგრამ ეხლა მე ერთი რაღაცა მინდა თქვა რომ არ ვიცი აქ ზეწოლის ნიშნები რა იყო პრეზიდენტის ოჯახის წევრმა დანაშაული რო ჩაიდინოს, პირობითად ვიძახი რა, დანაშაული რო ჩაიდინოს, მას რა რეაგირება არ უნდა მოხდეს, არ უნდა მოყვეს, ან თუ მის მიმართ რაღაც საგამოძიებო მოქმედება განხორციელდება, ეს უნდა ვთქვათ, რომ ვინმეზე ზეწოლა ხორციელდება. მაგრამ აქ პრეზიდენტმა სხვა აქცენტი დასვა, რა აქცენტი დაინახეთ სხვა? მან დასვა ზეწოლის მცდელობის გასაგებია, მაგრამ სად იკვეთება აქ ზეწოლის მცდელობა? თუ კონკრეტული პირი რაღაცა დანაშაულის ჩადენაში არის ეჭვმიტანილი და მის მიმართ განხორციელდა რაღაც საგამოძიებო მოქმედება. აქ რაიმე ზეწოლი, რა ზეწოლაზე შეიძლება იყოს ფაქტი? ეხლა მე მაგალითად აი პირიქით შეიძლება მეფიქრა, რომ აი ზეწოლაზე ანუ თქვენ ამ ნაწილს გამორიცხავთ და რჩება მეორე ნაწილი, რაზეც საუბრობდით, რომ პოლიტიკური თამაშის არაფერს გამორიცხავთ, არაფერს ვადასტურებ, მაგრამ ფაქტები ამაზე ფაქტები მეტყველებს ამაზე. ეხლა ზეწოლა რო ყოფილიყო, ეხლა ადრე როგორ ხდებოდა, ხო და ეს ჩაოლებრივი მოვლენა იყო, ხო? იმ პირს, რომლის მიმართაც 236 მუხზე არის საუბარი, ხო, იარაღის ტარებაზე. იარაღს ვერ ჩაუდებდნენ. ხო, 236 არის იარაღის ტარება. იარაღს ვერ ჩაუდებდნენ, ვერ აღმოუჩნდნენ თუ რა. ფაქტია რომ ესე დრამი არ მოხდა, პირი რაღაცა ოპერატიული ინფორმაცია არსებობდა, პირი გაჩხრიკეს, მას ვერაფერი ვერ აღმოუჩნდა და ამით დასრულდა ყველაფერი. ჩვენი დიალოგი სრულდება ქალბატონსა საქმე დარჩა მხოლოდ ის, რომ სამწუხაროდ ვითარება ქვეყანაში არის უმძიმესი, ის ფაქტიურად ჩვენი ქვეყანა გამოსული არის ნორმალური კონსტიტუციური არსებობის ჩარჩოებიდან. ქვეყანაში მოშლილია ყველა ინსტანცია სახელმწიფო ხელისუფლების, ამიტომ 2016 წლის 8 ოქტომბერს სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ ეს სამარცხვინო არაფორმალური მმართველობა ადამიანის, რომელსაც
სამწუხაროდ არც თვითონ აქვს წარმოდგენა ქვეყნის მართვაზე და ასევე ასე ვთქვათ მისი დაქირავებული ხელქვეითები მსგავსი არაკომპეტენტურობით გამოირჩევიან და დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ის დღეს არის შესული. ეს არის გადაუდებელი ამოცანა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ თუ ეს ვერ მოვახერხეთ, ამ ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება ძალიან სერიოზული საფრთხე, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გაგრძელება დაასრულებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენ ვერ შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი მსგავსი ხელისუფლების პირობებში. ინერციით მიდის ქვეყანა მეოთხე წელიწადია, ინერციის ძალა გამოილია, დაიწყო დაშლა სახელმწიფომ მარტივ მამრავლებლად. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ 2019 წლის ოქტომბერს. ხო, ახლა სიმართლე გითხრათ, აი პოლიტიკური ძალა ესეთი ტემპებით პოლიტიკური დეგრადაცია განეცადოს, მე სხვა მაგალითს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ პოლიტიკური დეგრადაციის პარალელურად მე როგორც ვატყობ, სრული დეკვალიფიკაციას განიცადეს მას. ამის საფირწონეთ ქართული ოცნების სახით არის გუნდი, რომ კვალიფიციური გამოცდილი გუნდი, სულ სხვა თვისობრივად განსხვავებული გუნდი არის ეს გუნდი, იმასთან შედარებით ჩვენ თავის დროზე ხელისუფლებაში მოვედით, ამ ხნის განმავლობაში ბევრად უფრო მეტი გამოცდილება შევიძინეთ, დაკომპლექტების წესით იქნება განსხვავებული და ამაზე უკვე არის საუბარი, ასე რომ მე ვფიქრობ და ეს დარწმუნებული ვარ, ესე იქნება და ის საზოგადოებრივი განწყობები მე მოსახლეობასთან მაქვს შეხვედრა და ყველაფერი ეს ამაზე მივითითებს, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის უალტერნატივო ძალა, იმიტომ ქართული ოცნების გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ისინი დღეს არა რელევანტურად ბევრი არიან წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. 45 თუ 46 ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არის. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, მე მათ ყველაზე კარგ შემთხვევაში უწინასწარ მეტყველებ მეოთხე ან მესამე იმისა, რაც დღეს არიან. მათი რაოდენობა იქნება ესეთი, რაც შეეხება იმ ვთქვათ მათ რიგებს, ეს რიგები შეივსება იმ პარტიული ასე ვთქვათ სპექტრით, რომელიც დღეს საბედნიეროდ არის ბევრი წარმოდგენილი და სხვათა შორის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება, თვისობრივი განსხვავება წიარსაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით 2012 წლის და 2016 წლის წიარსაარჩევნო გარემოს სახარბიელო მომავალი გიცინასწარმეტყველებს. შეიძლება დავამთავრებ, იმიტომ რომ მაშინ როდესაც 2012 ხელისუფლებისაგან ძალიან მაღალი პოლარიზებული იყო პოლიტიკური სპექტრი, ფაქტობრივად ორი ჯგუფი არსებობდა, ხელისუფლება და ოპოზიცია, დღეს არის ძალიან ბევრი პოლიტიკური ჯგუფი. და ეს მე მახარებ, მე ამას მივესალმები, ეს მიუთითებს ერთ რამეზე. ეს მიუთითებს ის მანდატი, რომელსაც ქართული ოცნება მმართველობა დასრულდება 2016 წლის 8 ოქტომბერს. კი ბატონო, ის 100 მანდატი, რომელსაც ქართული ოცნება უმიზნებს და 50 მანდატი გადანაწილდება ნაციონალებსა და სხვა პარტიებს შორის. ამას უწინასწარმეტყველებთ რეალურად თქვენ, იმიტომ რომ 100 მანდატზე 100 მანდატი იქნება 85 და 87 რამდენი. რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დასრულდება ქვეყანაში. ქართული ხალხის ხარდაჭერით უმრავლესობაში მოვა ხელისუფლებაში, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არარელევანტურად არის დღეს წარმოდგენილი, სრულიად მათი წარმომადგენლობა არ შეესაბამება მათ ლეგიტიმაციას საზოგადოებაში. მათი რიგები საგრძნობლად შეივსება, მე ჩემი პროგნოზი გითხარი დაახლოებით 15-ის ფარგლებში, ალბათ ეხა არც იმას ვიტყვი და მგონია რომ ბარიერს ვერ გადალახავენ თქო. სავარაუდოდ 5%-იანი ბარიერს გადალახავენ, თუმცა დანარჩენი მათი რიგები შეივსება იმ ძალიან ესე ვთქვათ მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრით, რომელიც საბედნიეროდ დღეს არის სურათის მიხედვით პარლამენტში მოგიწევთ დებატები, იმიტომ რომ თქვენი ნაციონალებისთვის პესიმისტური პროგნოზითაც ქალბატონი სალომე მოხვდება პარლამენტში. შევიკრიბოთ აქ არჩევნების შემდეგ დღეს და ვნახოთ ვისი პროგნოზია. სალომე სამადაშვილი და ძალიან ერთმეპარებოდი თქვენი პროგნოზი გამართა. იყვნენ ჩვენი სტუმრები, რეკლამის შემდეგ კი გია ხუხაშვილთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. მადლობა.